აკაცუკიც არის ნაცია. აკაცუკა ოპოზიცია. აკაცუკების დაჯგუფება. აკაცუკურ მოძრაობას 50 ეგრეთ წოდებული აკაცუკი იყო შეკრებილი. 30 წელი აკაცუკი გაუბედურებული. აკაცუკებს გონიათ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებით უნდა იმოქმედონ. აკაცუკთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. თქვენც ჩვეულებრივი აკაცუკები ხართ. რისით თქმა უნდა ოცნების ჩინოვნიკებს. ვინ არიან ეს აკაცუკები? იოჰიკო. რაიღო. ჯგუფში უკვე ბევრი ვართ. ასე რომ სახელი გჭირდება. სახელი არა. დასიტყვი. აკაცუკე. ჩვენ დავაარსებთ ახალ ენას. იაჰიკოს ნაგატოს და კონანს თავდაპირველად მართლა კეთილშობილური იდეები ჰქონდათ, როცა ჯგუფს აკაცუკი დაარქვეს. თუმცა მოგვიანებით манипуляციების შედეგად ეს კოალიცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად გადაიქცა. აკაცუკი ანტაგონისტების ჯგუფია ანიმე ნარუტოში, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა. მათ უკან დგას ლეგენდარული შინობი მადარა, რომლის იდეებსაც ატარებდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონაჟი ობიტო. ამ ჯგუფის საბოლოო გეგმა უსასრულოდ სუკუინუმის, მასობრივი ილუზიის შექმნა. ამაში მათ ლევამოსილი გიგანტური ხე უნდა დაეხმაროთ, რათა მოჩვენებითი მშვიდობა დამყარდეს. ხალხი ილუზიურ მშვიდობაში იცხოვრებს სამარადისოდ, ძალაუფლება კი აკაცუკებს ექნებათ, მარადიულად. მოკლედ ესაა გრძელი და ჩახლართული ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომლის ასობით სერია 10 წლის განმავლობაში გამოდიოდა და რომელზეც თაობები გაიზარდა. ამ მასშტაბურ ამბავს ცხადია სამწუთიან ვიდეოში ვერ ჩავდებთ. და რა ხდება საქართველოში? პროსახელისუფლებო პროპაგანდამ მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მონაწილეებიდან მიზანში ამოიღო ყველაზე განსხვავებული გარეგნობის ახალგაზრდები. ისინი საზოგადოებისთვის საშიშ უცხო ელემენტებად წარმოაჩინა და თავდაპირველად სწორედ მათ დაარქვა აკაცუკები. ტროლები 2024 წლის 28 ოქტომბერს მრავალათასიან დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსულმა 28 წლის ქუთაისელმა აქტივისტმა შთააგონა. მიხეილ მეცხი პარლამენტთან საქართველოს დროშით იდგა. კისერზე კი პატარა დიშვილების ნაჩუქარი აკაცუკის ნიშანი ეკეთა. აკაცუკები და ახალგაზრდებისთვის ცნობილი სხვა გმირები მხატვრული ლიტერატურიდან, სერიალებიდან მან თავის სიტყვაშიც ახსენა. განსაკუთრებით ახალგაზრდები მიხვდებიან. ჩემი დიშვილის ხათრით ორივესი მიკეთია აკაცუკის ნიშანი. დღეს თქვენთან არის აკაცუკი, თქვენთან არის გონდორი, როჰანი, ფროდო ბეგინსი, ჰარი პოტერი, გრიფინდორი, რა ვიცი, ატრეიდესების საგვარეულო, ყველაფერი, რაც წაგიკითხავთ, ვის იდეალებზეც გაიზარდეთ. არც ნამდვილი ქართველი გმირები დავიწყებია. მერაბ კოსტავა, მისი სული, ყველა თავისუფლების ნაწილაკი დღეს თქვენშია. თუმცა მისი გამოსვლიდან მხოლოდ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ყველაზე გაუგებარი ფრაგმენტი ამოჭრეს. დაამუშავეს და ტროლების გვერდის ლოგო დაქციეს, როგორც საშიში ძალის სახე. აი, აქედან იწყებს ოცნების პროპაგანდა იაპონური მანგის პერსონაჟებით ოპონენტების დემონიზების მცდელობას. 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკა დადგა. მან თქვა, რომ ის იყო არა ფინანსთა შუაშია. საგარეო საქმეთა მინისტრი ფინეთის, არამედ ის იყო აკაცუკი. ოლახიძე მაგრა უთხრა 51 აკაცუკი შეუერთდა 51. აი ესეთი აკაცუკები, რომელიც დღეს ქვეყნის შიგნით ყავს. ის აკაცუკები, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ აქ პოლიტიკოსების სახით რო არიან წარმოდგენილები. ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტები არიან. რაღაცა ესეთი დებილობა გამოფინეს. აკაცუკების ჯგუფი არის ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს, აკაცუკებს. ესაა ჩვენი რადიკალური აკაცუკების ფილოსოფია. დოროთე დამბლდორი რო არის. დამბლდორი ხო გახსოვს იმაში ბეჭდების ძალიან აკაცუკების მამაო, ხო? ხო. იქაური აკაცუკები გამოდიოდნენ პლაკატებით. საქართველოს შემოესწრნენ აკაცუკები და ერთ-ერთი მთავარი აკაცუკი და მის უკან მდგომი აკაცუკები, მთავრები არიან, რა თქმა უნდა. სოროსი აკაცუკებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად მოჩვენებითი მშვიდობის მოძალადემცველებს ოცნება უწოდებს ყველას, პოლიტიკოსად თუ აქტივისტს, ვინც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მართველი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის შვილი ბერა ივანიშვილი კი ერთ დროს ანიმეს კულტურის ფანი იყო. შეიძლება გახსოვთ კიდეც წლების წინ ბერას ინსტაგრამისა და ტიკტოკის ვიდეოები, ანიმეს პოპულარულ პერსონაჟებს რომ განასახიერებდა კოსტუმებით. აკაცუკი რომ მოგეკლო და დაგეტოვებინა მხოლოდ ფროდო ბეგინსი, როჰანი, გენდალფი და ასე შემდეგ. უკეთესი იქნებოდა თუ არა დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ თვლი შენ? არა არ იქნებოდა. რა არის კოცის ანატომია? ადამიანი ზის რაღაც საშოვარზე, უხეშად რომ თქვათ, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოსგან, რომელიც არ ეკუთვნის, მაგრამ მაინც იღებს. გამოხვალ ეხა მას და ისაუბრები კანტზე და ჰეგელზე თუ ანიმეებზე თუ თუნდაც მერაბ კოსტავაზე და თუნდაც საქართველოს თანამედროვე უახლეს თუ ძველ ისტორიაზე არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გიპოვის მიზეზს
რომ გამართლოს საკუთარი მონური მდგომარეობა. შესაბამისად, იმ ხალხს, ვისაც უნდა გაიგო, ჩემი აზრით, მარტივად გაიგეს, ვისაც არ უნდა გაიგოს, საერთოდ აზრი არ ქონდა იქ ვინ რას იტყოდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ქართულ პოლიტიკურ მანგას? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.